1918 წლის 3 მარტს ბოლშევიკებმა ოთხთა კავშირთან გააფორმეს ბრესტ-ლიტოვსკის ზავი, რომლის ერთ-ერთი დებულება ითვალისწინებდა ორი ქართული ბათუმი და არტანის ოკრუგი და ერთი სომხური ყარსის ოლქის თურქეთისთვის გადაცემას. კავკასიელმა ხალხებმა რა თქმა უნდა არ აღიარეს ეს შეთანხმება 1918 წლის 9 აპრილს. სად გამოჩნდა კიდე 9 აპრილი, ხედავთ? ამიერკავკასიის რუსეთისგან საქართველოს სომხეთის აზერბაიჯანის შემადგენლობით ამიერკავკასიის დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადეს. თურმე ეს პირველად 9 აპრილი დაფიქსირდა, ამოტივტირდა 1918 წელს. თითქოს სიმბოლურად მოხდა, ცუდი სახით, კარგი სახით, აქ ცუდი სახით. პრინციპში იდეაში ისიც რუსეთისგან განთავისუფლების თარიღად იყო, მაგრამ ეხლა ვინ გააკეთა ეს სპეციალურად თუ რაღაც მისტიკურად დაემთხვა თუ რაღაცა, ეს მე ადრე მქონდა კიდე პროლოგი პირველში ვიდეოში განხილული და ამაზე არ შევჩერდებით ახლა. ეს იყო პირველი ნებაყოლობითი ფედერაცია სამი კავკასიელი ხალხის ისტორიაში. გამიგეთ, მაგრამ მთავარია თუ გავიგოთ ის თუ ამ სამ სახელმწიფოს ვინ უბიძგებდა ამისაკენ, ანუ რუსეთისგან გამოგვიძისაკენ. რატომ? იმიტომ რუსეთი მაშინ რუსეთში ახალი რევოლუცია იყო მოხდა, ახალი მთავრობა არის მოსული, ახალი სისტემა ყალიბდება, ახალი რეჟიმი და მოკლედ აი ამ იმაში არიან ახლა სადაც ვერც ცალიათ კავკასიისთვის. გამიგეთ და ამ დროს ვიღაცა უბიძგებს ამათ რომ ეს გამოსულიყო აქედან, მაგრამ შენ რო გამოდიხარ, შედიხარ სხვაგან ავტომატურად. ის როგორც ახლა მოგვივიდა ჩვენ, გამოვიდით რუსეთში, შევყავით თავი ამერიკულ მასში, ალიანსში. ხო? ზუსტად იგივე. მაგრამ ვინ იყო ეს ხალხი? ისტორია, ვინც იცის, მაგრამ ვინც არ იცის იმისთვის გადავიმეოროთ. საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადება მიმდინარეობდა ოსმალეთის მხრიდან, ხედავთ? ოსმალეთი ბიბის გათხოვნა, ოსმალეთმა ბიბის გათხოვნა. მძლავრი ზეწოლის ფონზე, რომლის ჯარიც საქართველოს ტერიტორიის შუაგულში იყო შემოჭრილი და ტიფლისამდე რამდენიმე კილომეტრი აშორებდა, ისე როგორც რუსეთი იყო აგერ მოჭრილი 2008-ში და რამდენიმე კილომეტრი გადარჩა, ესე იგი თბილისამდე. გესმით? ჩვენ ნუ გონია ახლა რომ ჩვენ ვიყავით ასე ვთქვათ თავისუფლები და აი ჩვენ ჭკუაზე რასაც მინდათ ისე ვაკეთებთ და ეგრე სად არის? ერთთან თავს რო გამო შედიხარ მეორეში. და როგორც ხედავთ, მე არ დამიწერია ჩემო გარკვევას. ხოლო ფორმალიზაცია რას ნიშნავს ახლა? ნუ ფორმალიზაცია არის, რომელიც წესის მიხედვით უნდა დადგინდეს რაღაც კომისია, რომ ვინაიდან იქნება ახალი სახელმწიფო, უნდა შეიქმნას ახალი დროშა, ახალი გერბი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ეს არის ფორმალიზაცია, რომელიც შედგა იმ დროს კომისია და როგორც გითხარით, იქ რაც ეწერა თუ რანაირად და რატომ დადგინდა ეს ასე და ეს ფერები და ასე შემდეგ, ყველაფერი აბსოლუტურად თანხმედრაში მოდის იმასთან, რაც მე თქვენ ზემოთ გითხარით და აგეცნით, უბრალოდ წაგიკითხეთ გერმანული დროშის შესახებ. შედარებისთვის კიდე გეტყვით თუ ვინმესთვის არ არის გაუგებარია, ზუსტად იგივე ფორმალიზაცია მოხდა მიშას დროსაც, რომელიც აყალიბებდა თითქოს ახალ სახელმწიფოს, ახალ გერბსა და ახალ დროშას და სადაც ჩვენ შემოვკენეს მადლად და აფერისტულად, რომ ეს არის ლამაზი დროშა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და რომელიც სინამდვილეში არის ებრაელების, იერუსალიმის დროშა. და ამაზე მე კიდე რამდენი მქონდა, ასე ვთქვათ, ვიდეო დადებული. ზუსტად დაგანახეთ ყველაფერი. ჩვენი სვეტსკი მამაო, ასე ვთქვათ, შალვა კეკელია, მაშინ ბარეღამ ერთ სიმბოლოს, საიდუმლოსაც გაიგეცნით. ჩვენ ვართ ახლა წმინდა ქალაქ ბეთლემში, პურის სახლში. ახლა ჩვენ განახეთ, ეს არის ტაძარი, სადაც მაცხოვარი ჩვენი უფალი იესო ქრისტე დაიბადა. ეს არის შესვლა ტაძრისა. ეს განახეთ ტაძარს. ეს არის ტაძარი, ბეთლემის ტაძარი, სადაც ახლა ეს ანახებს ხალხს, რომ ეს არის ბეთლემის ტაძარი, სადაც დაიბადა უმაცხოვარი, იმდენი ამა დაუდგათ გვერდები. მაგრამ აბჟუტურებენ ხალხს დღემდე და ერთი მინდა კადრი, სტოპ კადრი გავაკეთო. უი ეს რა არის? ხო, იერუსალიმის ტაძარია, ხო? იერუსალიმის ჯვარია, ხო? კი ბატონო, კი ბატონო. სწორედ ის ჯვარია, რომელიც არის კოპიო აღებულია, ნუ ამას ფრანკო-მასონური დროშა ქვია ჩვენს დროშას, სამწუხაროდ საუბედური. და სწორედ ამ დროშაზე იყო
ესეც ბევრჯერ მითხრა, როდესაც გურამ შარაძემ დაინახა, რომ ამათ მოაქვს ეს დროშა და ავიდნენ თბილისის მერიაზე დააჭვეს ეს დროშა, გურამ შარაძე თვითონ თქვა, 54-56 წლის იქნებოდა რაღაც ასე მახსოვს, თვითონ ავიდა ერთხელ ფეხით იმ სახურავზე ჩამოსნა დროშა. მერე მივიდნენ ისევ დააჭვეს. მეორე წვები ავიდნენ, მესამე დააჭვეს და მერე უკვე მოვიდნენ ესენი. და გაიხსენეთ აბა დროშის შესახებ კიდე რას ამბობდა გურამ შარაძე, ვინაიდან მან იცოდა ეს სიმბოლიზაციები, იცოდა ყველაფერი, იცოდა აი იმ სატანისტების შესახებ და სწორედ ამიტომაც გაუხვიტეს შუბლით, დღისით და მზისით თბილისის ცენტრში. იმიტომ რომ არ გაჩუმდებით, აი ესე მოგიწევთ ყველას ბოლოსო. მაგრამ ის სხვა დრო იყო და დღეს სხვა დროა. აი ჩემო კარგებო. ეხლა მე თქვენ განახეთ ეს სენსაცია და სასწაულიც, მაგრამ ძირითადი მიზეზი ეს არ იყო, რომ მე თქვენთვის მენახებინო თუ ვისი დროშა არის ეს. ძირითადი მიზეზი მდგომარეობს სულ სხვა რამეში და რაში. ჩვენ ოდითგან გვაქვს ასეთი ანდაზა. ერთსა და იგივე მდინარეში ორჯერ ვერ შეყვანა. მაგრამ ვინ შედის? ისიც ხო ისის ანდაზა, ხო? ასე რომ ამ სულელის პოზიციიდან ვერა და ვერ გამოვედით. ვერ გამოვედით. ერთ და იგივე ადგილას, ნაპირზე ერთ და იგივე ადგილას არ უნდა შეხვიდე ორჯერ, იმიტომ რომ ის ნაპირი უკვე აღარ არის იქ. იმიტომ რომ მდინარე გამდინარეა და ის ნაპირი, სადაც შენ გონია რომ დაბალია და რაღაც გადასასვლელი, ის გადაინაცვლა ადგილი და სხვაგან არის მისი ადგილი. ამიტომ მხოლოდ სულელს შეუძლია ერთ და იგივე ადგილას შევიდეს. ჩვენ ერთ და იგივე ადგილას შევდივართ და შევდივართ. და ყოველთვის ვიხრჭობთ და ვიღუპებით. ესე იგი, რა მოხდა მეგობრებო? არავისთვის არ არის დასამალი ელემენტარული რაღაც ანაბანა თუ იცის ისტორიის და პოლიტიკის, ხო? რომ მთელი ევროდასავლეთი ყოველთვის ებრძვის რუსეთს. რატომ? იმიტომ რომ ეს არის დიდი იმპერია, დიდი ტერიტორიის მქონე სახელმწიფო და პლიუს ეს არის ყველაზე დიდი და ძლიერი მართლმადიდებელი სახელმწიფო. სულ ნაკლებად მაინტერესებს ვინ რას ფიქრობს. მე გეუბნებით ფაქტებს ხალხო. მთელი ისტორიის განმავლობაში ეს ბრძოლა მიდის. კიდე არ წავალ მე იქით, მაგრამ მე ანალოგიას გეტყვით. ზუსტად ისე როგორც 1918-ში ჩვენ აი ამ გერმანული და ნაცისტური დროშით, რომელიც შემდეგში არ გჯერათ განახეთ ბატონო აგერ. აი ეს დროშა, ნახეთ, აი ეს დროშა, რომელიც შემდეგში 1933-ში ისევ შემოვიდა ეს დროშა და 35-ში ისევ გაუქმდა და შემდეგ როცა ნაცისტები უკვე ოფიციალურად მეთაურობით მოდიან უკვე სახელმწიფოში, მაშინ შემოდის აი ეს დროშა, რომელიც არის სწორედაც რომ აი წითელი ჭირებში, შინდისფერი, შავი და თეთრი. მაგრამ უნდა ვთქვა, მაგარი მოფიქრებულია, აი ეს ვექსილოლოგები, ვინც ამ დროშას ქმნიდნენ იმ დროს, ეს სერიოზული დროშაა. სერიოზული დროშაა გეუბნებით. ამას აქვს თავისი ყველა კომპონენტი, რაც ჭირდება ძლიერ სახელმწიფო. მე არ ვამბობ ახლა იქ სხვა რაღაცებს. გესმით? და ასე რიგად, ჩემო კარგებო, შეგვაწირეს ამ იმპერიას ნაცისტებმა. ნაცისტური იდეოლოგია. რატომ? იმიტომ რომ ისინი ებრძოდნენ რუსეთს. და ჩვენ გამოგვიყენეს. ზუსტად იგივე როგორც 2008-ში მოხდა მიშას თამადობით, რომ მაკეინმა ასე თქვა ააგდო, შენ მიდი დაიწყე და მე აგერ ჩვენა ვარტო, მაგრამ თავის დღედამოსწრება ისინი დამხმარე რო არ იყვნენ, ხო იყო გასაგები, მაგრამ ეს მიშა ვერ გაიგო, ეს დებილი იყო და შეგვაწყვიტა რუსეთს. მე ვეხვეწეთ ამერიკელებს. არიქა მოდი სადახარ კაც ხო გვეუბნებოდი და ოიც შედეგი რა იყო. ზუსტად ისევე ეხვეწებოდით 1918-ში გერმანიის იმპერიას, მოდით კაცო დაწყებული გვაგონი და მოგვეხმარეო. კაცი შვილმა არ ვამბობ მე უკვე ცოცხალ ძალაზე ერთი ავტომატი კიდე და ერთი ზარბაზანი კიდე ფილთა კიდე არ გადმოგვიგდო. გავიგეთ? აი ეს არის სულელის პოზიცია. 2018 და 2008. განსხვავება არ აქვს. მაშინ ჭირდებოდა გერმანიას რომ დავტაკებოდით ჩვენ რუსეთს,
ეხლა დაჭირდა ამერიკას და ევროდასვენ რომ დავტაკებოდით რუსეთს. მინდა წაგებული, რა თქმა უნდა ის, რომელიც სულელია. კიდევ გეუბნები, ჩემო კარგებო. აქ ვინმე კაბები არ გამოაბას, ჩემს ნათქვამს და ვიცი რომ გააკეთებენ მაინც, მაგრამ რომ აი ამდენი სისხლი დაღული და იმათ რომ ეგენი არაფერ შუაში არ პირიქით. ჩემს თვალში და ქვეყნის თავი და ისტორიის თვალში ვინც ქვეყნისათვის ალალად, გულწრფელად, თავდადებულად და გმირულად იღუპება ისინი ყოველთვის გმირები იქნებიან. მაგაზე არ მაქვს საუბარი. გესმით, უბრალოდ მთლიან სახელმწიფო ვიქცებით სულელურად თქო და ამას ხალხის ვერ ხვდები. სამწუხარო და საუბედური. ეს არის ჩვენი ისტორია. ჩახედეთ და წაიკითხეთ. ვაგრძელებთ. ოსმალეთის ინტერვენციის შეჩერება მხოლოდ გერმანიის დემარშის შემდეგ გახდა შესაძლებელი, რომელსაც თავის ინტერესი გააჩნდა საქართველოსთან მიმართებაში. რა ამბავი ყოფილა კაცო, ხედავ? დღეს რო გძინიან ევროპა, ამერიკა, ზუსტად იგივე ტანდემი იყო იმ დროსაც. აგერ არის ბატონო ფაქტები. ხო? ესე იგი გერმანიის დემარშით, ესე იგი ოსმალეთი შეაჩერეს და არ ააღებინეს თბილისს. ხო? ვაგრძელებთ. 1918 წლის 4 ივნისს გაფორმდა ბათუმის ხელშეკრულება, რომელმაც დაადგინა საზღვრები ოსმალეთსა და საქართველოს შორის. ოსმალეთს გადაეცა ბათუმისა და ყარსის ოლქები, ახალქალაქისა და ახალციხის მაზრები. ამ კადრებში ჩანს ბათუმში სამშვიდობო კონფერენციის მსვლელობისას ჩამოსული ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა ენვერ ფაშა, რომელიც ხელმძღვანელობდა ოსმალეთის არმიას. ენვერ ფაშას ჩამოსვლა მნიშვნელოვანი იმითი, რომ განსაზღვროთ, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებდა თურქული მხარე ამ მოლაპარაკებას. მოლაპარაკება გრძელდებოდა 1918 წლის თებერვლიდან ჯერ ტრაბზონში მოლაპარაკება ვერ მივიდა ბოლომდე, მერე მოლაპარაკებები შეწყდა აპრილის დასაწყისში, დელეგაცია დაბრუნდა საქართველოში და მაისში განაახლეს თურქეთის მხარემ სამხედრო ექსპანსია საქართველოს წინააღმდეგ. არიან გერმანელები ასევე, მათ უკვე ბათუმში უკვე გერმანელები გამოჩნდნენ. დელეგაციები, რომელიც იყო შუამავალი ჩვენ და ოსმალეთის იმპერიას შორის. საკამ კადრებში კიდე ჩანს, როგორ გაამაგრეს თურქებმა ბათუმის ციხესიმაგრე, რომელიც დაშლილია უკვე ახალ არის ის. და აჩვენებენ ამაყად როგორი არტილერია, საკმაოდ სერიოზული არტილერია არის და ეს იყო, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა იარაღი ინგლისელების წინააღმდეგ. აქ როდესაც ლაპარაკი არის იმაზე, რომ ვის ებრძვიან, ჩვენ არ გვებრძვიან, ისინი ებრძვიან ინგლისელებს. იმიტომ რომ ინგლისელები ფარველობდნენ, ასე ვთქვათ, ჩვენ იმ მომენტში. ივნისის ბოლოს ფოთში ჩამოვიდა გერმანიის სამხედრო ექსპედიცია. გერმანელებმა საქართველოს მთავრობისგან მიიღეს ადგილობრივი რესურსების ექსპლუატაციის უფლება განუსაზღვრელი რაოდენობით. და თქვენ დღეს გიკვირთ, რომ ესე იგი 59 წლით აძლევენ მიწებს ვეღარ არაბი, თურქი, ვინდა ვის, ხო? ზუსტად იგივე ხდება დღესაც. მაისიდან სექტემბრამდე მათ საქართველოსთან გაიტანეს 30 მილიონი მარკის საფასურის, მარგანეცი, სპილენძი, თამბაქო, პური, ჩაი, ხილი, ღვინო და კიდევ სხვა 1000 რამ. ხედავთ რა შეასაქმე? ერთი რამ მინდა და რუსეთს ამ დროს ჩვენთვის არ ძალიან. რუსები აი ამ მონაკვეთში არ ზის, ამ ერთწლიან მონაკვეთში, ამ ერთ წელიწადში 17-დან 18 წლამდე მოხდა დიდი ამბები, მოკლედ საქართველოს დაგლიჯეს ამ ოსმალეთმა, ბრიტანეთმა და ამერიკამ. და ხოცავენ ერთმანეთს და ჩვენ კიდე გვახოცებენ ერთმანეთს. პრინციპი ჩვენ ვასალები ვარ და უკვე არც აგვაქვს იმის ძალა რომ ერთმანეთს ვეჩხუბოთ, იმიტომ რომ არც იყო მაშინ გონიერი არც ერთი, არც პოზიცია, არც ოპოზიცია იმისათვის რომ მთავრობისათვის ეთქვა რომ არ გვინდა თურქეთი, არ გვინდა აბა სადა რომელიღაც უნდა გინდოდეს, არ გამოდის ის. ხო? გამიგეთ? ნუ ვიღაცამ დაგიფარო ძლიერმა მაინც. მაგრამ ეს როგორც გითხარით, თურქეთი ძლიერი იყო მაშინ, ბრიტანეთი ძლიერი იყო და გერმანია ძლიერი იყო. იქით
ურიებმა საერთოდ იმხელა ევრაზია დაითრიეს. და აი ამ წელიწადში რაც მოხდა იმას გეუბნებით. ვითარება რადიკალურად შეიცვალა პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ. გერმანიის და ოსმალეთის იმპერიები ომის დასრულებისთანავე დაიშალნენ. და ხარაშია საქმე. ოსმალეთთან მიკუთვნილი ტერიტორიული კვლავ სადავო გახდა. 15 დეკემბერს ბათუმის პორტში შევიდა. ნახეთ ახლა ეს ოსმალეთი და გერმანია ერთმანეთთან ასე ვთქვათ, ცოტა გაიცვლიდნენ ერთმანეთის ბრძოლაში, იმიტომ რომ ორივემ დაწია თავისი პლანკა და თავი წამოყო რა თქმა უნდა ბრიტანეთმა და ბათუმის პორტში შევიდა ბრიტანეთის ფლოტი. აჭარა ბრიტანეთის სამხედრო ადმინისტრაციის კონტროლს დაექვემდებარა. ხედავთ რა ხდება, როგორც ძიძგინდა და ჯიჯგინდა საქართველოს. აი ამ ერთი წლის განმავლობაში 17-18 აი სანამ ჩვენ ომი დავიწყეთ რუსეთთან, ჩვენ არ გვიომია თურქეთთან, არ გვიომია ბრიტანეთთან, არ გვიომია გერმანელებთან, რატომ? იმიტომ რუსეთს არ ეცალა ჩვენთვის და რუსეთი გვეტყვა და მიდი და ებრძოლე ახლა მაგათო გამიგე, მაგრამ რუსეთს არ ეცალა ჩვენთვის. ამათ მოიცალეს და შეგვათხლისეს ასე ვთქვათ რუსეთის იმპერიას. მაშინ როდესაც მან უკვე ჩამოაყალიბა ასე ვთქვათ თავისი ახალი იდეოლოგია, ურიული იდეოლოგია, ანტიმართლმადიდებელი, ანტიქრისტიანული და კეიცი და რეებიც გააკეთეს მამაძაღლობებიც და მოძიერებული იყვნენ აი იმ დროს დაგვატაკეს რატომ? იმიტომ ეს გერმანიასაც აწყობდა, ბრიტანეთსაც აწყობდა, თურქეთსაც აწყობდა. გამიგეთ? ეხლა შემოგარგებ. ეს არის პატარა რაკურსი, რომელიც ლანგარზე დაგვედო თუ რა სიტუაცია და როგორ ხდებოდა იმ დროის საქართველოში. ეხლა კი როგორც გითხარით, დავაზუსტოთ ჩვენი სენსაცია და შევადაროთ გერმანიის დროშა და საქართველოს ვითომ ეროვნული დროშა ერთმანეთს. კიდევ ვიმეორებ, ეროვნული სულისკვეთება, გმირობა და რაღაცა ეს სხვა რამეა და სიმბოლიზმი და სიმბოლიზაცია სხვა რამეა. მე უბრალოდ კიდევ ვამბობ, მე რამდენ სიმბოლიზაციას გახსნა და მხილება სულ სხვა რამეა და არ ეხება იქ სისხლდაღვილ გმირებს. რა არის რამე გაუგებარი? და აი შემოკარგებო. ეს გახლავთ გერმანიის დროშა, რომელიც ჩაიკეტა 1918 წელს, მაგრამ შემდეგ ისევ გამოჩნდება 1933 წელს. და ეს არის ხო არის ის დროშა, რომელსაც ჩვენ ვცნობთ ახლა, რომელიც ამისგან არის გამოსული, მაგრამ ზუსტი გახლავთ აგერ. ეს არის საქართველოს დროშა, ეროვნული დემოკრატების დროშა. და თქვენ კარგად იცით, ვისაც ისტორიებს, მაშინ ძლიერი იყო ეროვნული დემოკრატიული პარტია. 18 წელს ვამბობ. აი ეს გახლავთ ჩემო კარგებო. რა განსხვავება ახლა აქ? ხო, შავი ქვემოთ არის, წითელი შუაში და თეთრი. ეს ხომ ელემენტარულია. მე-4 კლასის ბავშვმა იცის. რადგან შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. მით უმეტეს, როდესაც 1,000,000% არის თანხმები. ხოლო ფორმალიზაცია რას ნიშნავს ახლა? ფორმალიზაცია არის, რომელიც წესის მიხედვით უნდა დადგინდეს რაღაც კომისია, რომ ვინაიდან იქნება ახალი სახელმწიფო, უნდა შეიქმნას ახალი დროშა, ახალი გერბი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ეს არის ფორმალიზაცია, რომელიც შედგა იმ დროს კომისია და როგორც გითხარით, იქ რაც ეწერა თუ რანაირად და რატომ დადგინდა ეს ასე და ეს ფერები და ასე შემდეგ, ყველაფერი აბსოლუტურად თანხმედრაში მოდის იმასთან, რაც მე თქვენ ზემოთ გითხარით და აგეცენით. უბრალოდ წაგიკითხეთ გერმანული დროშის შესახებ. შედარებისთვის კიდე გეტყვით თუ ვინმესთვის არ არის გაუგებარია, ზუსტად იგივე ფორმალიზაცია მოხდა მიშას დროსაც, რომელიც აყალიბებდა თვითონ ახალ სახელმწიფოს, ახალ გერბსა და ახალ დროშას და სადაც ჩვენ შემოვყენეს მალულად და აფერისტულად, რომ ეს არის ლამაზი დროშა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და რომელიც სინამდვილეში არის ებრაელების, იერუსალიმის დროშა. და ამაზე მე კიდე რამდენი მქონდა, ასე ვთქვათ, ვიდეო დადებული. ზუსტად დაგანახეთ ყველაფერი. და სწორედ ამ დროშაზე იყო ესეც ბევრჯერ მითქვა, როდესაც გურამ შარაძემ დაინახა, რომ ამათ მოაქვთ ეს დროშა და ავიდნენ თბილისის მერიაზე დააჭვეს ეს დროშა, გურამ შარაძე თვითონ თქვა, 54-56 წლის იქნებოდა.
რაღაც ასე მახსოვს თვითონ ავიდა ერთხელ ფეხით იმ სახურავზე ჩამოვსნა დროში მე მივიდნენ ისევ დაარჩვეს მეორე წვები ავიდნენ მესამე დაარჩვეს და მე უკვე მოვიდნენ ესენი და გაიხსენეთ აბა დროშის შესახებ კიდე რასამობდა გურამ შარაძე ვინაიდან მან იცოდა ეს სიმბოლიზაციები იცოდა ყველაფერი იცოდა აი იმ სატანისტების შესახებ და სწორედ ამიტომაც გაუხვიტეს ჟუბლით დღისით და მზისით თბილისის ცენტრში იმიტომ რომ რო არ გაჩუმდებით აი ესე მოგიწევთ ყველას ბოლოსო მაგრამ ის სხვა დრო იყო და დღეს სხვა დროა აი ჩემო კარგებო ეხლა მე თქვენ განახეთ ეს სენსაცია და სასწაულიც მაგრამ ძირითადი მიზეზი ეს არ იყო რომ მე თქვენთვის მენახებინა თუ ვისი დროშა არის ეს ძირითადი მიზეზი მდგომარეობს სულ სხვა რამეში და რაში ჩვენ ოდიდან გვაქვს ასეთი ანდაზა ერთსა და იგივე მდინარეში ორჯერ ვერ შეყვანა მაგრამ ვინ შედის ისიც თვითონ ისიც ანდაზა ხო ასე რომ ამ სულელის პოზიციიდან ვერა და ვერ გამოვედით ერთ და იგივე ადგილას ნაპირზე ერთ და იგივე ადგილას არ უნდა შეხვიდე ორჯერ იმიტომ რომ ის ნაპირი უკვე აღარ არის იქ იმიტომ რომ მდინარე გამდინარეა და ის ნაპირი სადაც შენ გონია რომ დაბალია და რაღაც გადასასვლელი ის გადაინაცვლა ადგილი და სხვაგან არის მისი ადგილი ამიტომ მხოლოდ სულელს შეუძლია ერთ და იგივე ადგილას შევიდეს ჩვენ ერთ და იგივე ადგილას შევდივართ და ყოველთვის ვიხჭობით და ვიღუპებით ესე იგი რა მოხდა მეგობრებო არავისთვის არ არის დასამალი ელემენტარული რაღაც ანაბანა თუ იცის ისტორიის და პოლიტიკის ხო რომ მთელი ევროდასავლეთი ყოველთვის ებრძვის რუსეთს რატომ იმიტომ რომ ეს არის დიდი იმპერია დიდი ტერიტორიის მქონე სახელმწიფო და პლიუს ეს არის ყველაზე დიდი და ძლიერი მართლმადიდებელი სახელმწიფო სულ ნაკლებად მაინტერესებს ვინ რას ფიქრობს მე გეუბნებით ფაქტებს ხალხო მთელი ისტორიის განმავლობაში ეს ბრძოლა მიდის კიდე არ წავალ მე იქით მაგრამ მე ანალოგიას გეტყვით ზუსტად ისე როგორც 1918-ში ჩვენ აი ამ გერმანული და ნაცისტური დროშით რომელიც შემდეგში არ გჯერათ განახეთ ბატონო აგერ აი ეს დროშა ნახეთ აი ეს დროშა რომელიც შემდეგში 1933-ში ისევ შემოვიდა ეს დროშა და 35-ში ისევ გაუქმდა და შემდეგ როცა ნაცისტები უკვე ოფიციალურად მეთაურობით მოდიან უკვე სახელმწიფოში მაშინ შემოდის აი ეს დროშა რომელიც არის სწორედაც რომ აი წითელი ჭირებში შინდისფერი შავი და თეთრი მაგრამ უნდა ვთქვა მაგარი მოფიქრებულია აი ეს ვექსილოლოგები ვინც ამ დროშას ქმნიდნენ იმ დროს ეს სერიოზული დროშაა გეუბნებით ამას აქვს თავისი ყველა კომპონენტი რაც ჭირდება ძლიერ სახელმწიფო მე არ ვამბობ ახლა იქ სხვა რაღაცებს გესმით და ასე რიგად შემოკარგებო შეგვაწირეს ამ იმპერიას ნაცისტებმა ნაცისტური იდეოლოგია რატომ იმიტომ რომ ისინი ებრძოდნენ რუსეთს და ჩვენ გამოგვიყენეს ზუსტად იგივე როგორც 2008-ში მოხდა მიშას თამადობით რომ მაკეინმა ასე თქვა ააგდო შენ მიდი დაიწყე და მე აგერ ჩვენა ვარტო მაგრამ თავის გადამოსწრება ისინი დამხმარე რო არ იყვნენ ხო იყო გასაგები მაგრამ ეს მიშა ვერ გაიგო ეს დებილი იყო და შეგვაწყვიტა რუსეთს მე ვეხვეწეთ ამერიკელებს არიქა მოდი სადახარ კაც ხო გვეუბნებოდი და ოიც შედეგი რა იყო ზუსტად ისევე ვეხვეწებოდით 1918-ში გერმანიის იმპერიას მოდით კაცო დაწყებული გვაგონი და მოგვეხმარეო კაცი შვილმა არ ვამბობ მე უკვე ცოცხალ ძალაზე ერთი ავტომატი კიდე და ერთი ზარბაზანი კიდე ფილთა კიდე არ გადმოგვიგდო გავიგეთ აი ეს არის სულელის პოზიცია 2018 და 2008 განსხვავება არ აქვს მაშინ ჭირდებოდა გერმანიას რომ დავტაკებოდი ჩვენ რუსეთს ეხლა დაჭირდა ამერიკას და ევროდასავლეთს რომ დავტაკებოდით რუსეთს მინდა წაგებული რა თქმა უნდა ის რომელიც სულელია კიდევ გეუბნებით ჩემო კარგებო
აქ ვინმე კაბები არ გამოაბას ჩემს ნათქვამს და ვიცი რომ გააკეთებენ მაინც მაგრამ რომ აი ამდენი სისხლი დაღული და იმათ რომ ეგენი არაფერ შუაში არ პირიქით ჩემს თვალში და ქვეყნის თავი და ისტორიის თვალში ვინც ქვეყნისათვის ალალად გულწრფელად თავდადებულად და გმირულად იღუპება ისინი ყოველთვის გმირები იქნებიან მაგაზე არ მაქვს საუბარი გესმით უბრალოდ მთლიან სახელმწიფო ვიქცებით სულელურად თქო და ამას ხალხიც ვერ ხვდები სამწუხარო და საუბედური ამის თქმა მინდოდა ჩემო მეგობრებო თქვენთვის დღეს და ამიტომაც შერის ხო ახსენი ელემენტარულ თუ რატო არ შეიძლება ამ დროშის ბრიალი ეხლა მით უმეტეს სხვათა შორის ის 26 მაისი რომელსაც ჩვენ დამოუკიდებლობის დღედ აღვიქვამ და მზიმობ ისიც როგორ გითხართ ახლა სუდად არის ამორჩეული და შერჩეული ეს თარიღი იმიტომ რომ ეს არის როგორ გითხართ ახლა ყველანაირი მასშტაბით მარტო ჩემგან გესმით ეს წვერსაც მოусმინეთ ხალხო 26 მაისი როგორც დამოუკიდებლობის დღე არის გასაუქმებელი და სხვა რიცხვი ამოსარჩევი მაგრამ ეს ისე არ უნდა იყოს რომ მე მინდა ვიღაცას უნდა და ვიღაცის გამო არა ამასაც სჭირდება კომისია და ბევრი მეცნიერები უნდა იყოს ხალხო ჩართული ეს ისე არ ხდება ჩემო კარგებო აგე რო გითხარით ახლა გერმანიის ნაცისტური დროშა სერიოზულად არის შედგენილი თქო მაგას სერიოზული ნამუშევარია თქო ახლა ვერ გავშიფრავ ახლა დეტალებში ვერ ჩავალ მე ხო ასევე ყოველი თარიღის და იმიტომ რომ ეს არ არის ერთი ადამიანის თარიღი ეს არის ქვეყნის თარიღი უნდა იყოს ეს და იქ უნდა იყოს მთელი დადებითი ინფორმაცია ჩაასმული თავისი ენერგეტიკით თავისი ვიბრაციით და ყველანაირად ეხლა შეიძლება კიდე ზოგიერთმა თქვას კაცო იქ აცო ეს იმათ არ იცოდნენ ზვიადი და მერაბი საიდან უნდა ცოდნოდა ჩემო მეგობრებო ზვიადი და მერაბის ეს ამიხსენეთ ახლა რამდენჯერ გითხარით რომ აი წელს კი არა უკვე თვეებსაც აქვს მნიშვნელობა ის დაიკეტა უпростоრედ ჩამოიხა ეს ფარდა და გადავედით ახალ ეპოქაში აქ უკვე კარი გაიღო ახალი ეპოქის კარი ეს ის პერიოდში ვართ ახლა ჩვენ დღეს როდესაც მათი ამბობდა და ეს ასე ვთქვათ წინასწარმეტყველები ბიბლიურები რომ დადგება დრო როდესაც არაფერი არ დაჩება დაფარულში არამედ ყველაფერი გაცხადდება და თუ ამ პერიოდს არ იყვნენ მოსწრებული ზვიადი და მერაბი ან თუნდაც სხვა წმინდანები კიდე რომელიც ადრე კიდე იყო რაღაც მაგვარი ვიდეოები რომ მქონდა ასეთ სენსაციებში აუ შენ რაფერი იცო კაცო იმ წმინდანებმა არ იცოდნენ არ იცოდნენ ხალხო და რა ვქნა ეხლა მე იმიტომ რომ არ იყვნენ ამ პერიოდში მოხვედრილნი ისინი თავიანთ პერიოდში იყვნენ გენიოსები წმინდანები თუ სასწაულმეტყველები და რა ვიცი ყველაფერი ხო მაგრამ ეხლა სხვა პერიოდია ხალხო ჩვენ ბიბლიურადაც ამ მიწიერი თუ ზეციური თუ ყველანაირი მასშტაბი ჩვენ გადავედით სხვა ეპოქაში ხალხო ჩვენ ახლა მერწყულის ეპოქაში ვართ ჩემო კარგებო ამიტომ არ არსებობს ესეთი ინფორმაცია დამალული რომელიც არ გაცხადეს მანამდე სხვა ეპოქებში ეს დამალული იყო გესმით ასე დამგვარად დავამთავრეთ ჩვენ ეს სენსაცია ჩემო კარგებო და დროისაც ძალიან უნდა ამ დროშის ბრიალი აბრიალეთ მაგრამ მეც იმიტომ ვარ რომ ეს ცოდნა იდუმალი ცოდნა თუ დაფარული ცოდნა თუ რაც იყო თუ რაც უნდა გიმხილოთ და გითხრათ მე ჩემი გითხარით როგორც მამალმა თქვა ის მე ვიყივლებ და მზე ამოვა თუ არა აიდარდებიო ხა დაიცოდეთ ყველამ როგორც იქ თქვი დარბაზში ისე თუ ეს ორგანიზაცია თუ რაღაც თუ გააგრძელებენ თუ როგორ გააგრძელებენ მე აზრი არა ვარ ნუ მაგას მალე ვილაპარაკებ საერთოდ თუ ვინმეს რამე უნდა და უნდა შექმნას ახალი იდეოლოგია ახალი ზვიადის იდეოლოგია განახლებული ამიტომ ამ საქართველოს ჭირდება განახლებული სიმბოლიკები გაჟღენთილი და ჩაპროგრამირებული მთელი დადებითი ენერგეტიკით და არა ისე უცოდნად ავიყოთ ერთი და მერე ვაფრიალო და მეორე მესამე მეოთხე რომელიც ჯამში გამოგდის რომ ვიქცებით როგორც სულელი პოლიტიკურადაც ამ სიმბოლიზაციის მიმართ და პოლიტიკურადაც რომელიც ზემოთ რამოდენიმე წამის უკან რამოდენიმე წუთის უკან ყველაფერი ანალოგიაში დაგანახდა და წარმოგითხარით
აბა კარგად, ჩემო მეგობრებო, მომავალ შეხვედრამდე და გადაუზიარეთ ეს ვიდეო ყველას. თუ გინდათ ამოჭერით, დაჭერით, როგორც გინდათ ისე, ოღონ გაიგოს ყველამ. კარგად, ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.